შვილები ავღზარდოთ უფლის მოძღვრებით. Აი რა მოგვეთხოვება ჩვენ ადამიანებს. როგორც უნდა შვილებს ისე მიუშვა და ისე აღიზარდონ, ეს რა თქმა უნდა დიდი დანაშაულია, რადგანაც მათ არ გააჩნიათ სრულყოფილი გონება. სრულყოფილება ანუ გონებრივ სიმწიფეს გულისხმობ, როცა მიაღწევენ, რა თქმა უნდა, თვითონ აირჩევენ სიკეთეს ან სიბოროტეს. მაგრამ ბავშვობაში, უმწიფრობაში, როდესაც შენ არ აძლევ მიმართულებას, უკვე ეს არის მშობელის დანაშაული. თუ არ ასწავლი სიკეთეს, ღვთის მოშიშებას, სათნოებას. იოანე ოქროპირი ბრძანებს. ავღზარდოთ ისინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისაითა. მაგალითი მივცეთ, ვაიძულოთ ადრეული ასაკიდანვე წმინდა წერილის კითხვაში ივარჯიშონ. მაგრამ დღეს ხედავთ, რომ შეუძლებელია წმინდა წერილში რომ ავარჯიშოთ. რატომ? იმიტომ რომ თავისუფალი დრო არ აქვთ იმისათვის გამოყოფილი დრო, რომ წიგნი იკითხოს. უჭირთ წიგნის კითხვა, რადგანაც შემოსული არის ინტერნეტი. უკვე კომპიუტერი არ არის საჭირო, არამედ არის ინტერნეტი ტელეფონში და ტელეფონი კიდე ყველა ბავშვს აქვს. და ამისი აუცილებლობა უკვე დადგა, რომ ონლაინ გაკვეთილები ენიშნებათ, იქ გებულობენ ყოველივეს და ამის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია, რომ ადამიანებმა ისწავლონ. ტელეფონს კი როცა აიღებს ბავშვი, უკვე სწავლა აღარ აინტერესებს, რადგანაც რთულია სწავლა, ამიტომ მარტივია თამაში. აი ამ თამაში გართული ბავშვების გონება მრავალი სიბინძურით არის დაბინძურებული. ამას გამუდმებით ვამბობ, მაგრამ ასე მგონია ამაოდ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მე ჩემი მოვალეობის შესრულებას არ შევწყვეტ. მითხარით, ძველებს რატომ არ ბაძავთ? განსაკუთრებით თქვენ, ქალები, ძველი საოცარი ქალების მიმართ უნდა მოშურნეობდეთ. ბავშვი შეგეძინა? ანას მიბაძე. მოისმინე, როგორ მოიქცა იგი, მაშინვე ტაძარში მიიყვანა. რომელი თქვენგანი არ ამჯობინებდა, რომ მისი ძე ერთხელ ყოფილიყო სამუელი, ვიდრე 1000-ჯერ მთელი მსოფლიოს მეფე. ანუ სამუელი იყო წინასწარ მეტყველი, მის დედას ერქვა ანა, მას არ ყავდა შვილი, ამიტომ ევედრებოდა ღმერთს და ღმერთმაც შეუსრულა აი ეს ვედრება. და სხვათა შორის, თუ ადამიანი ცოცხალ სარწმუნოებას გამოავლენს, შეიძლება არ ყავდეს დიდი ხანი შვილი წლების განმავლობაში, მაგრამ ღმერთმა შეისმინოს მისი აი ეს რწმენა, მისი ვედრება და აჩუქოს მას შვილი. მაგრამ როგორ მოიქცევა შემდეგ? ღმერთმა წინასწარ იცის, ვინ როგორ აღზრდის მას. ამიტომ შეიძლება არც მოგცეს. შეიძლება მოგცეს. იტყვით, ეს როგორ შეიძლება მოხდესო? შეუძლებელი რატომ არის? შეუძლებელი მხოლოდ იმიტომ არის, რომ შენ არ გსურს და მას იმას არ მიანდობ, ვისაც შეუძლია ასეთი გახადოს. მაინც ვის შეუძლია ამის გაკეთებაო, იკითხავ შენ, ღმერთს. ამიტომ ანამ თავისი ძე სწორედ მას ჩააბარა. თვითონ ელის მისი აღზრდა დიდად არ შეეძლო. როგორ შეძლებდა, როცა ძალა არ შესწევდა, საკუთარ შვილებს გამკლავებოდა. მაგრამ ქალის რწმენამ და მისმა გულმოდგინებამ ყველაფერს მიაღწია. პირმშო რომ გააჩინა და ჯერ კიდევ არ იცოდა, სხვა შვილები თუ შეეძინებოდა. ასე კი არ ამბობს, დავიცდი, ბავშვი გაიზარდოს, ცხოვრებით დატკბეს, ნებას დავრთავ, შინ გაატაროს სიყმაწვილის წლებიო. ამაზე არც კი ფიქრობს. აზრად მხოლოდ ის აქვს, რომ როგორმე პირველ ნაყოფებიდან ეს სულიერი ხატი
ღმერთს მიუძღვნას. შეგვრცხვეს ჩვენ კაცებს ქალის ასეთი სიბრძნე. ქალმა იგი ღმერთს წარუდგინა და იქვე დატოვა. ამან მისი ქორწინებაც განადიდა, რადგან როცა პირველი ნაყოფი ღმერთს შესწირა, აჩვენა რომ პირველ რიგში სულიერს ეძებდა. ამიტომ მისი მუცელიც ნაყოფიერი გახდა და შემდეგ სხვა შვილებიც ეყოლა. სწორედ ამიტომვე მან იხილა მისი ძე ამ ქვეყნად, როგორი პატივით სარგებლობდა. თუ კი ადამიანებიც პატივისცემისთვის პატივისცემით უხდიან, მაშინ გაცილებით უფრო მეტად განა ღმერთი არ გადაუხდის, რომელიც არც თუ იშვიათად ამას მაშინაც აკეთებს, როცა მას პატივს არ მიაგებენ. როდემდე დავრჩებით ხორციელები, მიწაზე როდემდე ვიხოხებთ. შვილებზე ზრუნვასთან შედარებით ყველაფერი მეორე ხარისხოვნად უნდა მიგვაჩნდეს. იმასთან შედარებით, რომ ისინი სწავლითა და მოზღვრებით უფლისაითა აღზარდოთ. ვინც უწინარესად ისწავლის ბრძენი იყოს, ისეთ სიმდიდრეს შეიძენს, რომელიც ყოველგვარ სიმდიდრესა და უმაღლეს დიდებას აღემატება. ძისთვის უფრო სასარგებლოა ფულის მოძულების ხელოვნებაში გაწაფო, ვიდრე ხელოვნება და საერო ცოდნა ასწავლო, რომელთა მეშვეობითაც იგი ფულის შოვნას დაიწყებს. თუ გინდა გაამდიდრო, ასე მოიქეცი. მდიდარი ის კი არ არის, ვისაც დიდი ქონება სჭირდება და ბევრს ფლობს, არამედ ის, ვისაც არაფერი სჭირდება. შენს ძეს ეს შთააგონე, ეს ასწავლე, ამაშია უდიდესი სიმდიდრე. იმაზე ნუ ზრუნავ, რომ იგი საერო განსწავლულობით სახელგანთქმული გახადო და დიდება მოუტანო. არამედ ეცადე, რომ ახლანდელი ცხოვრების დიდების მოძულება ასწავლო. და რას ვხედავთ ამ შემთხვევაში? აი მაგალითად, ასწავლი ბავშვს, რომ რაიმე მეცნიერებას დაეუფლოს და ეუბნები, რომ შენ ფული უნდა იშოვო, თორე იქნები მათხოვარი, არაფერი არ გექნება, სხვისი მოსამსახურე გახდები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის შთააგონებ, რომ ფული იშოვოს და ფული იშოვოს. და რას ვხედავთ? თუ ფულის მოძულების ხელოვნება არ იცის ბავშვმა, აი მაგალითად, მოვიდა პოლიტიკაში, გახდა პირველი იერარქი საერო პირი. რას გააკეთებს ეს ადამიანი? ბიუჯეტს, როდესაც ბრჭყალებში მოაჯდება, რამდენი მილიარდიანიც არ უნდა იყოს ის, მიიჩნევს, რომ ეს არის თავისი საკუთრება და დაიწყებს ხარჯვას. და ის ადამიანები, რომლებიც ხელში შეყურებენ ხელისუფალთ და უნდათ, რომ გარკვეული რაღაც სოციალური პაკეტები დაუკმაყოფილოს და პენსია გაიზარდოს, წამლები დაუფინანსოს და ასე შემდეგ, ამისი საშუალება უკვე აღარ იქნება. რატომ? იმიტომ, რომ არა მარტო პირველ იერარქი, რომელიც განრთქმული არის აი ამ კორუფციაში, თავისთვის კი არ იშოვის მარტო, არამედ ვინც იციან და ჩახედულები არიან, რას აკეთებს ეს ხელისუფალი, ვალდებული იქნება, რომ იმათაც აჭამოს. და წარმოგიდგენიათ თქვენ 10 ადამიანი, 100 ადამიანი, რომელიც შეჭამს ბიუჯეტს, რა მდგომარეობაში იქნება ქვეყანა. და ეგონება, რომ ეს ტახტი, რომელზეც ის ზის, ეს არის სამუდამოდ მისი და არ უნდა შემდგომში რომ დათმოს ეს ყველაფერი. აი ამიტომ მოდის დიდი უბედურებები სახელმწიფოებს შორის. როდესაც ეცოდინება, რომ დროებით არის ამ ცხოვრებაში და რაც შეიძლება დროში შეზღუდული ხარ, რომ მეტი სიკეთე აღასრულო, რადგანაც ღვთის წინაშე შიში გაგღმერთის, ღვთის წინაშე პასუხი უნდა აგო, არა მარტო ქმედებისთვის, არამედ სიტყვისთვისაც კი, სიტყვითა შენითა განმართლდე და სიტყვითა შენითა დაისაჯო წერია სახარებაში.
ამიტომ მას ექნება ღვთისმოშიშება და იგი ეცდება, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე გაუკეთოს ხალხს. რადგანაც არ იქნება დამონებული აი ამ სიმდიდრეზე, ვერცხლის მოყვარეობაზე. როდესაც მოძულებული აქვს, მაშინ გამოიყენებს სასიკეთოდ თავისთვისაც და ერისთვისაც და ასე იქნება ყველა სფეროში, როდესაც ვერცხლის მოყვარი ადამიანი მოვა. ამით უფრო დიდებული და სახელგანთქმული იქნება, თუკი მოიძულებს სიმდიდრეს. ამის გაკეთებამ დიდარსაც შეუძლია და ღარიბსაც. ამას მასწავლებლებისგან და სამეცნიერო სახელმძღვანელოებიდან კი არ სწავლობენ, არამედ საღმრთო წერილიდან. ნუ ზრუნავ, რომ შენმა ძემ აქ დიდხანს იცოცხლოს. არამედ იმაზე იზრუნე, რომ უსაზღრო და დაუსრულებელ ცხოვრებას იქ ეღირსოს. მცირეს ნუ მისცემ, ის მიეცი, რაც უდიდესია. პავლეს სიტყვებს დაუჯერე, განზარდენით, იგინის სწავლითა და მოძღვრებითა უფლისაითა. მის რიტორად ქცევას კი ნუ ეცდები, არამედ ბრძნობა ასწავლე. თუ კი იგი რიტორი არ იქნება, ეს არავითარ ზიანს არ მოუტანს. ხოლო სიბრძნის გარეშე ყველაზე ენამჭევრი რიტორობაც ვერაფერს ასარგებლებს. საჭიროა სათნო ქცევა და არა מחვილ სიტყვაობა. ზნეობრიობა და არა სიტყვის ზალა, საქმეები და არა სიტყვები. აი რა გვძენს სასუფეველს, რა გვანიჭებს ნამდვილ სიკეთეებს. ენას კი ნუ აილესავ, არამედ სული გაიწმინდე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ განათლება დაგიშალოთ, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ მას არ მიეჯაჭვოთ. ნუ იფიქრებ, რომ წმინდა წერილის სწავლა მხოლოდ ბერებს სჭირდებათ. ამ დარიგებებიდან ძალიან ბევრი რამ გამოსადეგია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ამ საერო ცხოვრებაში უნდა შეაბიჯონ. გემის აღჭურვისას მესაჭე და მოცურავეთა სრული შემადგენლობა იმას კი არ სჭირდება, ვინც ყოველთვის ნავსადგურში დგას, არამედ იმას, ვინც გამუდმებით სხვაოსნობას მისდევს. ზუსტად იგივე უნდა ითქვას ბერისა და საერო ადამიანის მიმართაც. ბერი თითქოს უქარიშხლო ნავსადგურში იმყოფება და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც ყოველგვარი მღელვარებისაგან მოზღუდულია. ხოლო საერო ადამიანი გამუდმებით ქარიშხალში იმყოფება, ზღვაში ცურავს და მრავალ მღელვარებას ებრძვის. სწავლა თუნდაც თვითონ არ სჭირდებოდეს, როგორც საერო კაცს, მაგრამ შესაძლოა ცოდნა იმაში გამოადგეს, რომ თუ შემთხვევა მოიტანს, ძალა შესწევდეს, სხვები დაადუმოს. რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, ამიტომ აი აქ დავასრულებ, თუმცა კიდე არის წასაკითხი, რომელსაც წირვის ბოლოს განვაგრძობ. ანუ აზრი, დედა აზრი აქედან რა არის, რომ მიწიერ საერო ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი უკვე შეაბიჯებს, სანამ მშობლების მზრუნველობის ქვეშ იმყოფება, ეს არის ყველაზე სანეტარო წუთები, რომელსაც შემდგომში მივტირით. რადგანაც ეს არის სასიხარულო და არ გჭირდება შრომა, ღვაწლი, ჯაფა, გონების დაძაბვა, როგორ ვიცხოვროთ და ასე შემდეგ. უზრუნველად მშობლებისაგან ყველაფერი მოცემული გვაქვს ჩვენ. ისინი შრომობენ ჩვენი კეთილდღეობისთვის, მაგრამ როგორც კი სრულწლოვანებას მიაღწევ, აი შემდგომში უკვე იწყება დამოუკიდებელი ცხოვრების ასპარეზი. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი დაცემა იქნება, ძალიან ბევრი წარუმატებელი დღეები იქნება, ბევრი სევდიანობა, ბევრი უიმედო დღეები გველის, ბევრი მწუხარება, ბევრი ტანჯვა და ბევრი განსაცდელი. ამიტომ, როგორ ფიქრობთ, არ უნდა იცოდეს ადამიანმა, როგორ უნდა გაუმკლავდეს აი ამ ყოველივეს. და თუ კი სულიერი გასაღები
კითხვებზე პასუხი არ ეცოდინება ადამიანს, მაშინ მოიცავს რა სასოწარკვეთილება, უმალ შეიძლება საკუთარ თავს დიდი ზიანი მოუტანოს და ბევრი ვიცით, რომ სიცოცხლეც კი მოუსწრაფეს თავიანთ თავებს. ამიტომ პირველ რიგში ვეძებოთ სათნოება, ღვთის სასუფეველი და სულიერი ცოდნა შევიძინოთ. დანარჩენ საერო ცოდნას უკვე მექანიკურად ჩვენ შევიძენთ. აი ამ ყოველივეს როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ღმერთმა შეგვაძლებინოს, გაგვაძლიეროს, გონება განგვიბრძნოს, რომ ის რაც აუცილებელია ჩვენთვის, აი ეს მივიღოთ და არ მივეჯაჭვოთ აი ამ მიწიერ ყოფას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგურთხოთ. ვთქვათ ყოველთა, ყოვლითა, სულითა